საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებით მესამე ან მეოთხე სტადიაზე ხდება. არადა მედიკოსების განმარტებით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელი არის. რა არის გამომწვევი მიზეზი და რას ითვალისწინებს უფასო სკრინინგ პროგრამა თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ ნელი ხიზანიშვილთან, კახეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან. ქალბატონო ნელი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორი არის სტატისტიკური მონაცემები ჩვენს რეგიონში და რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს? პირველ რიგში დიდი მადლობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ თქვენ გაინტერესებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები და ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე საინტერესო ჩართვები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ უფრო მეტი იცოდეს თავისი ჯანმრთელობის შესახებ. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი საუბრის თემას, ეს განახლავთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმაცია. როგორც მოგეხსენებათ, ისე როგორც ოქტომბრის თვეში ჩვენ ზუზუს კიბოსთან ცნობიერების ამაღლების თვე არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ვარდისფერი ოქტომბრის სახელწოდებით, ასევე იანვრის თვეში ბოლო კვირა გახლავთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების კვირეული. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა მივაწოდოთ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია, რომ ავამაღლოთ მათი ცნობიერება და აი რა არის მიზანი, ამ კვირეულის მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ადრეული მკურნალობის მნიშვნელობის და აგრეთვე ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, როგორც კიბოს პრევენციის მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება სტატისტიკას, ესე მოგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 95%-ზე მეტი დაკავშირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსთან. საერთოდ მსოფლიო მონაცემებით გლობალურად საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში და 2022 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 660,000 ქალს დაუდგინდა, ხოლო სიკვდილის შემთხვევა 350,000 მიაღწია. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში 2023 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების წილი ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების 4,8%-ში ადგეს, ინციდენტობის მაჩვენებელია 15,8 ყოველ 100,000 ქალზე. და ყველაზე ასაკსპეციფიური ინციდენტობა გახლავთ 55-59 წლის ასაკში არის ანუ ყველაზე მეტი შემთხვევა. ეხლა რაც შეეხება რატომ გვინდა რომ ადამიანებმა მეტი იცოდნენ ამის შესახებ, ალბათ ჯობია რომ ვიცოდეთ რაღაც გარკვეული მნიშვნელობა გარკვეული ინფორმაცია პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით. ადამიანის პაპილომა ვირუსი ეს გახლავთ ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსების, მაგალითად საშვილოსნოს ყელის ან სასქესო ორგანოების ინფიცირებას და მას დაახლოებით 200-მდე და 200-ზე მეტი ქვეტიპი, ანუ სხვადასხვა ტიპი აქვს. საშვილოსნოს ყელის კიბოს 95%-ზე მეტი დაკავშირებულია ზუსტად ადამიანის პაპილომა ვირუსთან. ის იწვევს ასევე უკანატანის, სასქესო ორგანოების, თავის და კისრის კიბოს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ქალბატონო ნელი, ვიცით რომ უკვე წლებია უფასო სკრინინგ პროგრამა არის გურჯაანში, კახეთიონში. კიდევ სად შეუძლიათ მსურველებს კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ? მთელ საქართველოში და ისევე ჩვენთანაც კახეთში ტარდება სკრინინგი, ძირითადად ქალებში არის ეს პროგრამა. ეგრეთ წოდებული დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც როგორც იცით საშვილოსნოს კიბო შედის, ასევე ზუზუს კიბო შედის და ასევე სხვი ნაწლავის კიბო შედის. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ტარდება 25-დან 60 წლის ასაკის ქალბატონებში 3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს ოჯახის ექიმის ან გინეკოლოგის მიერ გასინჯვას, დათვალიერებას და ნაცხის აღებას. 25-დან 30 წლამდე ეს ნაცხიანი პაპ ტესტი, ხოლო 30-დან 60 წლამდე ეს უკვე გახლავთ
ეგრეთ წოდებული დეიმინის ტესტი, რომელიც შემდგომ პათოლოგიური შემთხვევების ცვლილებების თუ არის აქ ცვლილება, უკვე შემთხვევები ამის შემდგომ არის კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში ბიოპსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა. რაც შეეხება კახეთში, ეს ხდება შემდეგ კლინიკებში, ეს გახლავთ თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, ეს გახლავთ გურჯაანში გახლავთ ეგრეთ წოდებული კახეთი იონი, ქართულ-ფრანგული დიაგნოსტიკური ცენტრი, ეს გახლავთ ელექსის კლინიკები, როგორც ახმეტაში, ასევე ყვარელში, ეს გახლავთ დუისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ეს გახლავთ ჯეოჰოსპიტალსის კლინიკები, როგორც გურჯაანში, ასევე საგარეჯოში. აი ამ ლოკაციებზე შეუძლიათ მიბრძანდნენ და აიღონ ჩაიტარონ სკრინინგი აი ამ საშუალო სკებოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ეს გახლავთ ვაქცინაცია პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის, როგორც მოგეხსენებათ, ეს კიბო, ეს სიმსივნე არის ერთადერთი კიბო, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს და ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული APV ვაქცინა, ანუ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს უკვე საქართველოში ეს ვაქცინა უკვე სავალდებულო სახელმწიფო აცრების კალენდარში შედის და რამოდენიმე წელია ჯერ დავიწყეთ მხოლოდ გოგონებში, ახლა უკვე ბიჭებშიც საკმაოდ ძვირადღირებული ვაქცინაა. ამჟამად საქართველოში არსებობს უკვე აცრები ტარდება 9 ვალენტიანი ვაქცინით, რომელშიც შედის განსაკუთრებით ის ორი ტიპი ვაქცინა, მე-16 და მე-18 შტამები, რომლებიც უხშირესი მიზეზი არის საშუალო სყელის კიბოს გამოწვევის. რამდენად ხშირი არის შემთხვევა, რომ პაციენტს დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოუჩენია და სრულად განკურნებულა? დიახ, რა თქმა უნდა, დროულ დიაგნოსტიკას სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში აქვს თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ზუსტადაც აი ეს სკრინინგის პროგრამები ადრეული დიაგნოსტიკას უწყობს ხელს და შესაბამისად ადრე დაწყებული მკურნალობა და შესაბამისი მკურნალობა და იცით რომ ასევე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საქართველოში სახელმწიფო პროგრამით იფარება, ასევე რა თქმა უნდა ხელს უწყობს განკურნებას დაავადების. არა მხოლოდ რაღაც გადავადებას, არამედ განკურნებასაც. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ეს ზუსტად ჩვენი აი ამ ცნობიერების ამაღლების მიზანი გახლავთ, რომ ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ, რომ არსებობს ასეთი პროგრამები, რომ არის უფასო, რომ სკრინინგი არის ყველაზე საუკეთესო საშუალება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისათვის და შესაბამისად ეს აუცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას დაავადების გამოსავლისთვის. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი ეს გახლავთ საშუალო სყელის კიბოსგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება. დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. გვესაუბრებოდა ნელი ხიზანიშვილი, კახეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.